ბატონო, თქვენ ჩარჩით 2024. ბატონო, თქვენ ჩარჩით 2024. ჩვენი მთავარი მოთხოვნა რაც არის ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. თუ თავისუფალი სამართლიანი არ იქნება? მიდივარ. არა, ჩვენ არც არაფერზე არ შევთანხმებთ, არც არაფერზე არ გვიმსჯელია. უბრალოდ რაც ინერტულ მოუდში ვართ. დებატები იყო ეხლა აგორაზე რუსთაველზე, მთელი რუსთაველი იქით გადავიჯექით და ლაპარაკობთ, თუ გავიდეთ თუ არ გავიდეთ. ვინც მივიდა მან რა მოიგო. არა, მე შეიძლება ვერ სწორაფერი, მაგრამ არ მისვით. თუ ხალხი ციხეში აღმოჩნდა. არა, ერთი წავით. რაღაცაზე მე თუ ვამბობ, რომ არ არსებობს, ის არ არსებობს. აი ეს დისკუსია, როგორც მიდიოდა მთელი წინა წლის განმავლობაში, იყო აბსოლუტურად არაჯანსაღი და ანტიინტელექტუალური. ჩემზე უკეთ იცით, იქ ვიყავი, არ ყოფილა ეგრე, გიყვებით როგორც იყო. და ეგ დისკუსია ვინც ჩაკეტა, ჩემი ეს პრეტენზიაც მასთან უნდა იყოს. 24 იყო როლერ კოსტერი და 25 აი ესეთი იყო. აი არის და გაიკითხე, უფრო მეტი აღმოჩნდა, რომ ამის მოწინააღმდეგე იყო. ვერც რუსთაველის პროტესტის დიდ ნაწილში და ვერც პოლიტიკოსების დიდ ნაწილში მე ამ ციგონებას ვერ ვხედავ. არ მინდა უბრალოდ წარსულში მართლა ვეძიო მომავალი იმისთვის, რომ რაღაცა ნიშნის მოგებით ვისაუბრო სხვებზე და რომ ჩვენ აქედან რამე დასკვნებს გამოვიტანთ თუ არა, რა გავაკეთეთ სწორად, რა გავაკეთეთ არასწორად და როგორ გავითვალისწინებთ ამას 2026 წელს.